გამარჯობათ ძვირფასო სტუდენტებო და მაყურებლებო. მე ვარ დიმიტრი ნადირაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი და დღეს ჩემი საჯარო ლექცია მიეძღვნება ეგზისტენციალურ გეშტალტ თერაპიას. საერთოდ თერაპია ძალიან პოპულარულია საქართველოში და გეშტალტ თერაპია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თერაპიული მოდელი, გახდა ასევე ძალიან პოპულარული ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულების შემომტანი და დამნერგავი ერთ-ერთი მე ვარ, ვინც გახსნა აქ საქართველოს ეროვნული გეშტალტ თერაპიის ინსტიტუტი და თქვენს მინდა რომ ჩვენ გვაქვს დადებული მემორანდუმი ჩვენ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტს შორის და ხდება მომზადება ევროპული სტანდარტით, უმაღლესი სტანდარტით ამ ინსტიტუტში. ასევე ჩვენ გვაქვს მეოთხე კურსზე სპეციალური კურსი გეშტალტ თერაპიაში და დღეს მე გაგაცნობთ ამ მიმართულებას. ასევე ერთი-ორი სიტყვით მინდა აღვნიშნო, რომ გეშტალტ თერაპიაში ტარდება მსოფლიო კონფერენციები 3 წელში ერთხელ, რომელსაც სისტემატურად ვესწრებით მე და ჩემი კოლეგები საქართველოდან, ასევე კვლევითი კონფერენციები, რომელიც ერთი კვირის წინ ჩატარდა ქალაქ რომში და მათ საინტერესო მასალა მოგცეს თუ როგორ შეიძლება კვლევების განხორციელება გეშტალტ თერაპიაში. რაც შეეხება თავად დასახელებას. ეს არის გეშტალტ თერაპია. რაც შეეხება წიგნს, რომელიც პირველად გამოიცა საქართველოში და მე დავარქვი ეგზისტენციალური გეშტალტ თერაპია, ეს წიგნი მოიცავს ასევე ეგზისტენციალურს სახელწოდებას, რომელსაც თავისი მნიშვნელობა აქვს და მე ამაზე შემდგომში გავამახვილებ ყურადღებას. რაც შეეხება გეშტალტ თერაპიას, ეს არის სიტყვა, რომელსაც ჭირდება განმარტება, რადგან სიტყვა გეშტალტი არ ითარგმნება უკვე დიდი ხანია პირდაპირ სხვა ენებზე და მათ შორის ქართულად. რატომ? იმიტომ რომ ის როგორც ინტერნაციონალური სიტყვა შემოვიდა ქართულ კულტურაში და გეშტალტი ნიშნავს გერმანულ ენაში ესეთი მნიშვნელობა აქვს. ეს არის მთელი, ეს არის ფიგურა, ფორმა, ეს არის კონფიგურაცია და თერაპიასთან მიმართებაში, ეს პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ადამიანის თერაპიასთან მიმართებაში ადამიანის გამთლიანება, დაშლილი, ნაწილებად ქცეული, ვერ აწყობილი ადამიანის, რომლის აზრებიც მოწყვეტილია განცდებთან, ემოციებთან, საქმეებთან, აი ესეთი გამთლიანება. ეს ერთი მნიშვნელობა აქვს ფსიქოთერაპიაში, რაც ფოკუსში არის პირდაპირ მოქცეული გეშტალტ თერაპიის თვალსაზრისით. თუ რას ნიშნავს სიტყვა გეშტალტი? და როდესაც ლაპარაკობენ გეშტალტ თერაპიაზე, აი ამ გამთლიანებას აუტენტურ, დამოუკიდებელ, საყრდენების მქონე არსებად ქცევას, პიროვნებად ქცევას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გეშტალტ თერაპიაში. ეს მომენტი თვითონ თერაპიაში წამოწეული არის გეშტალტ ფსიქოლოგიიდან. გეშტალტ ფსიქოლოგია მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა როგორც ერთ-ერთი ძირითადი ფსიქოთერაპიული, ერთ-ერთი ძირითადი ფსიქოლოგიური მიმართულება. მსგავსად, თქვათ, განწყობის ფსიქოლოგიისა, ფსიქოანალიზისა, ბიჰევიორიზმისა და გეშტალტ თერაპიამ ბევრი რამე წამოიღო გეშტალტ ფსიქოლოგიიდან. გეშტალტ ფსიქოლოგები იყვნენ კოფკა, ასევე ვერტჰაიმერი, ლევინი, ძალიან დიდი გეშტალტ თერაპევტი იყო, რომელიც გერმანიაში წარმოშობილი მიმართულება, რომელმაც შემდგომში გაქანება ჰპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ეს ემთხვეოდა უკვე მეორე მსოფლიო ომს და ეს ადამიანები გაიხიზნენ ამერიკაში. რაც შეეხება გეშტალტ თერაპიამ რა აიღო გეშტალტ ფსიქოლოგიიდან,
აი ასეთი მნიშვნელოვანი რამ არის გეშტალტი. გეშტალტ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ჩვენი სამყარო შედგება ნაწილაკებისგან და მოლეკულებისგან. მაგრამ ჩვენ აღქმაში ჩვენ მოლეკულებს არ ვხედავთ. ჩვენ მოლეკულებს არ აღვიქვავთ. ჩვენ მოლეკულებთან და ნაწილებთან არ გვაქვს კავშირი. ჩვენ გვაქვს კავშირი თელებთან, ფორმებთან, ფიგურებთან, თლიანობებთან და ჩვენი სამყარო ამ თვალსაზრისით შედგება გეშტალტებისგან, სხვადასხვა მთელებისგან და ჩვენ სამყაროს გეშტალტურად აღვიქვავთ, ანუ მთელებისგან აღვიქვავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც გეშტალტ ფსიქოლოგიამ თქვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გეშტალტ თერაპიამ აიღო გეშტალტ ფსიქოლოგიისგან. ეს არის ესეთი რამ, რომ ნაწილების ჯამი არითმეტიკული ჩვეულებრივ განიცდება ხოლმე, რომ ჯამი ერთს მივუმატოთ 1 არის 2, ერთს მივუმატოთ 3 არის 4. აი გეშტალტ ფსიქოლოგიაში ასე არ არის, როგორც არითმეტიკაში. და რატომ? ნაწილების ჯამი არ არის მთელი სტოლი. მთელს გააჩნია ისეთი თვისებები, რაც მის ნაწილებში არ არის და არ მოიძებნება. ამის მრავალი მაგალითი მოყავთ ხოლმე გეშტალტ ფსიქოლოგებს. მაგალითად ერთ-ერთი ესეთია. რძიანი ყავის შაქრიანი და რძიანი ყავის გემო არ დაიყვანება არც რძის გემოზე, არც ყავის გემოზე და არც შაქრის გემოზე. ეს არის კიდევ უფრო მეტი რაღაც, რაც არ მოიძებნება მის ელემენტებში. და ეს არის გეშტალტის ერთ-ერთი თვისება, რომ ნაწილების ჯამი ნაკლებია მთელზე. ეს ითქმება ასევე პიროვნებაზეც, რომ პიროვნებას, როდესაც სწავლობდა ფსიქოლოგია, ჩვეულებრივ ესე უყურებდნენ, რომ უნდა შევისწავლოთ მისი ნაწილები, მაგალითად ემოციები, განცდები, აზროვნება და მე ეს ყველაფერი შევაერთოთ და გავიგებთ ადამიანს. აღმოჩნდა, რომ ესე არ არის. ნაწილების შესწავლით მთელს ვერ წვდები. იმისათვის, რომ გაიგო რა პიროვნება იყო შოთა რუსთაველი მაგალითად, მისი აი ესე ცალ-ცალკე ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესწავლა ვერ მოგცემს თუ არ წვდები იმ მთელს, რომელსაც ის წარმოადგენს. და იმ მთელში გაცილებით მეტია, ვიდრე მის ნაწილებში. აი ესეც გეშტალტ ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც აიღო გეშტალტ თერაპიამ. გეშტალტ თერაპიის შემქმნელად და ავტორად მრავალი ადამიანი ითვლება, მაგრამ მაინც გამოიყოფა ერთი. ეს არის გერმანელი ებრაული წარმოშობის ფსიქოთერაპევტი და მეცნიერი, რომელიც ფრიც სოლომონ პერლსია. ის დაიბადა 1893 წელს, ანუ მე-19 საუკუნის ბოლოს და გარდაიცვალა 1970-იან წელს. ანუ მისი მოღვაწეობა ფაქტიურად მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იყო და მან ძალიან დიდი როლი ითამაშა. მე ახლა არ მაქვს დრო მის ისტორიაზე მოვყვე, მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ისიც მსხვერპლი იყო ნაცისტური რეჟიმის, რადგან ებრაელი იყო გერმანიაში, ამიტომ მოუწია გადაბარგება ჯერ სამხრეთ აფრიკაში, შემდგომ იქიდან ამერიკაში და მისი მოღვაწეობა ძირითადად მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და პოპულარობა სწორედ ამერიკიდან მოიპოვა. აი ხა ვის ჭირდება გეშტალტ თერაპია? და ამის ილუსტრაციისთვის მე მინდა მოვიყვანო 3 ლიტერატურული პერსონაჟი, 3 კულტურიდან: ქართული, რუსული და ფრანგული. და ამ მათ მაგალითზე მინდა გითხრათ, რა სჭირთ და რა სჭირდებათ იმისათვის, რომ გამთლიანდნენ და იქცენ აუტენტურად. აი ამ სიტყვას ხშირად გამოვიყენებ. ანუ იქცენ ისეთად, როგორებიც ისინი არიან. რას გულისხმობ, როცა ამას ვამბობ? რომ ორი ფოთოლი არ არის ფიზიკურად მსგავსი ბუნებაში. იგივე ითქმის ადამიანის სხეულზე. ისიც განუმეორებელია, მაგრამ ასეთივე განუმეორებელია
ადამიანის ფსიქიკა. და გეშტალტ ფსიქოლოგიის მიხედვით და გეშტალტ თერაპია მას აღიარებს, რომ ერთი მთელი არის სხეული და ფსიქიკა, სხეული და სულიერება. და თუ ასე შევხედავთ ადამიანსაც, ადამიანის განუმეორებელია ამ სამყაროში. და მასაც განუმეორებელი სათქმელი აქვს ამ სამყაროში სათქმელი. ეს გარკვეულად ერითმება რელიგიურ წარმოდგენას ადამიანის გაჩენის, რომ ის არის უნიკალური, ის ღვთის შექმნილია და ძალიან სპეციფიური სათქმელებით არის მოსული ამ სამყაროში და გეშტალტ თერაპია ამას იზიარებს. მაგრამ იყო აუტენტური, გახდე დამოუკიდებელი, თავისუფალი და შენი არსების მწვდომი და გამომხატველი ძალიან რთულია და ამიტომ ხშირად ადამიანებს სჭირდებათ თერაპია და სწორედ ასეთი სახის თერაპიაც, როგორც გეშტალტ თერაპია არის, რომლის ძირითადი არსი მე აქამდე ვთქვი, თუმცა ბევრი კიდევ სიღრმეები გააჩნია, მაგრამ ადამიანი გახდეს აუთენტური, გახდეს ისეთი, როგორიც ის არის და გამოხატოს თავისი აზრები, განცდები, თავისი შემოქმედება ჰქონდეს, თავისი მეცნიერული წვდომები ჰქონდეს და არა მარტო ეს არის მნიშვნელოვანი, არამედ თავისი თავიც ძალიან უნიკალურად გაიაზროს ადამიანმა და იპოვოს თავისი ადგილი ამ სამყაროში. ეს თავისუფლებაც მოცემული აქვს ადამიანს და ჩვენ აღმზრდელები და პედაგოგები სწორედ ამისთვისაც ვართ მომართული, რომ თქვენში აი ეს აუტენტობა გავაღვიძოთ იმ ინტელექტთან ერთად, რომელიც თქვენ მისაღები გაქვთ. ეხლა რაც შეეხება ამ სამ ნაწარმოებს. ერთი არის ქართული კულტურიდან მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნები და თეიმურაზ ხევისთავი. თქვენ კარგად იცნობთ ამ პერსონაჟს. და თეიმურაზ ხევისთავს დაემართება ტრაგედია. რა არის მისი ტრაგედიის და დაშლილობის მიზეზი? თავადის გვარი აქვს და თავადია, მაგრამ რევოლუციის მერე ინგრევა ის გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს. და ამ დანგრეულ გარემოში ის კარგავს ყველაფერს, საყრდენებს, თავის თავს და უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. უსუსურ მდგომარეობაში არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ ოჯახის მასშტაბითაც, როდესაც მას დაკარგული აქვს ფუნქცია, განათლებულია, ევროპაში აქვს მიღებული განათლება და დიდი ცოდნა აქვს, მაგრამ ამასაც ვერაფრით ვერ გამოხატავს, იმას უფლებასაც კი არ აძლევენ და თვითონაც ვერ აქტიურობს, რომ სკოლაში მასწავლებლად იქცეს და მთელი ამ ნაწარმოების ტრაგედია ის არის, რომ რა მოსდის თეიმურაზ ხევისთავს და გეშტალტ თერაპევტი შეხედავდა რა ასეთ ადამიანს, იტყოდა, რომ აი რა ჭირდება მას, როგორი გამთლიანება, რა საყრდენების პოვნა, ახალ რეალობაში, ახალ გარემოში. ჩვენი რეალობა მუდმივად იცვლება. მაგრამ არის ხოლმე კატაკლიზმები რევოლუციური, როდესაც რადიკალურად იცვლება. მაშინ ადამიანმა რადიკალურად უნდა გადააფასოს თავისი თავიც, რომ აწყოში მოახერხოს ცხოვრება და თავის რეალიზირება. რა რთული არის ეს ამ ნაწარმოების და ამ პერსონაჟისთვის მის ცხოვრებაში და ის ფაქტიურად ნადგურდება. რა სიტუაცია ხო გახსოვთ, რომ არა მარტო კარგავს რაღაც აი იმ პრივილეგიებს, რომელიც მას ჰქონდა იმ საქართველოში, არამედ ოჯახსაც კარგავს, მეუღლესაც კარგავს, ჯაყო რეებს უშვება, გახსოვთ ალბათ თქვენ. მეორე პერსონაჟი, ეს არის იური გონჩაროვის ობლომოვი. მას ეს რუსული კულტურიდან და როგორ ცხოვრობს ობლომოვი. აი მისი სიტყვები ასეთია, რომ მე ვარ თითქოს რაღაც ბიბლიოთეკა, რომელშიაც ცალ-ცალკე წიგნები აწყვია, მაგრამ ეს წიგნები ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ არის. ისიც განათლებულია, ისიც ინტელექტუალია, მაგრამ დაკარგული აქვს თავისთავადობა, აუტენტურობა, თვითმყოფადობა. ვინ არის? ვერცემს ამაზე, ამ კითხვაზე პასუხს. რა არის? რა უნდა? და აქვე მინდა მე შეგახსენოთ შესაძლებლად, რომ პატარა ბავშვიც კი დაბადებული
რამოდენიმე დღის აუტენტურია. ანუ მან იცის რა უნდა, რა მოსწონს, რა არ მოსწონს, საით გაიწევა, რას ხელს კრავს და იტყვის რომ არ მინდა. ანუ აი ამ აუტენტურობით, აი ამ თვითმყოფადობით იბადება ადამიანი და შემდგომ კარგავს. აი მაგალითად ობლომოვს ეს დაკარგული აქვს. და ხშირად გეშტალტ თერაპევტები ამბობენ, თუ ადამიანი კარგავს კავშირებს სამყაროსთან, გარემოსთან, განცდებით, ემოციებით თუ არის მწირი, ხშირად მან შეიძლება ბევრი რამე იცის, მაგრამ ამ ცოდნას ვეღარ იყენებს. ისე როგორც ეკადრება და როგორც შეუულია და ამიტომ ხშირად გონებით წარმართულ ადამიანებს უწოდებენ გეშტალტ თერაპიისთვის სწორედ კლიენტებს და სათერაპიო ადამიანებს. რადგან მათ დაკარგული აქვთ პიროვნული სხვა ასპექტები, რომელიც ერთ მთლიანობაში კრავს. აი იმ პატარა ბავშვსაც, რომელმაც იცის, საით გაიწიოს დედის მკერდისკენ, რძისკენ, როცა აღარ უნდა და მიიღებს ამ საკვებს, ხელს კრავს, აღარ მჭირდება. ეს იცის. ობლომოვმა არ იცის ეს. მას აქვს დაკარგული, აი ეს მთავარი მთელისთვის, მისი პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი. საით წავიდეს, რა გააკეთოს, რას დაუთმოს დრო და რას შეწიროს თავისი ენერგია და ცხოვრება და რას არა. ანუ აი ეს მიზნები და იერარქია მთლიანად დანგრეულია. მესამე პერსონაჟი ასევე ძალიან საინტერესოა ალბერტ კამიუს უცხო. აი სწორედ ეგზისტენციალური ნაწარმოებად არის მონათული ეს უცხოც კამიუს. ანუ მე-20 საუკუნეში ეს ეგზისტენციალისტებმა შემოიტანეს აი ეს ცნება, გაუცხოება. გაუცხოების მთელი ეპიდემია შემოვიდა, როგორც ნიჩე იტყოდა, ადამიანმა დაკარგა კავშირი სამყაროსთან, საკუთარ თავთან, ღმერთთან და გაუცხოების შედეგია მაგალითად ეხლა ამ პერსონაჟს რა მოსდის. დედა უკვდება. ვიღაც ქალი ყავს თითქოს და უყვარს. მიფრინავს დასაფლავებაზე, არ იცის რატომ მიფრინავს განცდისეულად. არც ემოცია აქვს, არც დარდობს და თვითონაც უყვირს ეს. და ვინც უყვარს, იმის მიმართაც აი ესეთი გაუცხოება აქვს. არავითარი იმპულსები არ აქვს, რაც კავშირებს ქმნის მასთან. და აი ეს გაუცხოება ასევე ტიპიური არის იმ კლიენტებისთვის, ვინც საჭიროებენ გეშტალტ თერაპიას. ასე რომ აი ამ სამი კულტურიდან მე შევეცადე რომ მომეყვანა ადამიანები, რომელსაც ჭირდებათ გეშტალტ თერაპია, რომ იქცენ თავიანთ თავად და თითქოს და მარტივი კითხვები აქვთ მათ პასუხგასაცემი. ვინ არის? რა უნდა? რას აკეთებს? რისთვის არის მოსული? რას დაუთმოს დრო? აწყოში როგორი იყოს? მაგრამ აი ეს აქვს დაკარგული ამ პერსონაჟებს და გეშტალტ თერაპია სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდება და სიმბოლურად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან განსახიერება ჩვენი საზოგადოების მეტნაკლებად, რომელსაც ასევე სჭირს გაუცხოება, ეგზისტენციალური ვაკუუმი და გეშტალტ თერაპია სწორედ აი ამ შეკვრას ახდენს. ძალიან ადვილია ცხოვრება, როდესაც ადამიანი ერთ მთელს წარმოადგენს და აქვს საყრდენები. მან გონების გარეშეც კი იცის, განცდით, ინტუიციით, რა უნდა, რატომ უნდა და ამას გამოხატავს ძალიან წრფელად, ნაღდად და დიდი ენერგიით და ამაში დებს თავის ძალას და იმპულსებს. განსხვავებით გაუცხოებული ადამიანისა. სხვანაირად კიდე ესე ვამბობთ ხოლმე გეშტალტ თერაპევტები, რომ აქტუალიზირებული პიროვნება და ნევროტული პიროვნება. ეს არის ოპოზიციაში მყოფი ასეთი მდგომარეობები. აქტუალიზირებული, რომელმაც იცის, საით მიდის, რას წარმოადგენს, რისთვის არის და ნევროტული, რომელიც მუდმივად გაურკვევლობაშია. აი კაფკას პროცესში პერსონაჟი როგორც არის, რომ მოხვედრილია სამყაროში, რომელშიც არ იცის რა უნდა და საით მიდის. ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ცნების სახით გეშტალტ თერაპიაშია, ეს არის კონტაქტის ცნება. და სხვანაირად გეშტალტ თერაპიას კონტაქტზე ორიენტირებულ თერაპიასაც უწოდებენ. ანუ
ჩვენ სამყაროში ჩვენი პიროვნული, ფსიქოლოგიური, ფსიქიური თუ ფიზიკური გამდიდრება შესაძლებელია იმითი თუ როგორ კონტაქტს ვამყარებთ გარე სამყაროსთან. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ რაც გვჭირდება ხშირად არის ჩვენს გარეთ. ეს არის სიყვარული, ეს არის ცოდნა, ეს არის მეგობრობა, ეს არის ის დიდი თუ მცირე მოთხოვნილებები, რომელიც დასაკმაყოფილებელი გვაქვს და ამ ყველაფრის დაკმაყოფილებისთვის ჩვენ გვჭირდება კონტაქტი გარემოსთან. და გეშტალტ თერაპევტები უყურებენ ადამიანს და ცდილობენ დაინახონ, როგორია მათი კონტაქტები. აკმაყოფილებს თუ არა ეს კონტაქტი მათ ბაზისურ ფსიქოლოგიურ და პიროვნულ მოთხოვნილებებს. რამდენად შეუძლიათ კონტაქტში შევიდნენ და აქაც ტერმინი არის ასიმილირება მოახდინონ იმისი რაც უნდათ. ასიმილირება ნიშნავს გათავისება. გარემოსთან კონტაქტით არის შესაძლებელი მხოლოდ გათავისება და გათავისებით მომატება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური და გაძლიერება და პიროვნული ზრდა ეს არის. მუდმივად იმყოფებოდეს ადამიანი ზრდის, პიროვნული ზრდის მდგომარეობაში. ამის საპირისპირო არის პიროვნული რეგრესი, ან სტაგნაცია, გაჩერება, ან უკუსულა, როდესაც ადამიანი ვერ ახდენს ასიმილირებას და გათავისებას ახალი რამის, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. კონტაქტს ორი, ასე ვთქვათ, დაბნეულობა ახლავს თან. ერთის მხრივ შეიძლება უკონტაქტობის გამო ასიმილირება და გათავისება მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების არ მოხერხდეს და მეორეს მხრივ კონტაქტები, რომელიც არ სჭირდება ადამიანს და ისეთი აქვს, ესეც გაუცხოების საფუძველია. ანუ მაგალითად, ისეთ რამესთან შედის კონტაქტში, რაც მას არ სჭირდება, არ ზრდის, არაფერს არ აძლევს. ასე რომ ორი საპირისპირო დაბნეულობა შეიძლება მოიტანოს კონტაქტმა და იდეალური არის ის, რაც მას სასიცოცხლოდ სჭირდება, მაგალითად, თუ წყურია, წყალი არის მისი გადამრჩენი, თუ შია, შიმშილია, თუ ცოდნაზე არის ორიენტირებული, ცოდნა, თუ სიყვარულზე ორიენტირი, მაგრამ როდესაც წყურია და სხვა რამეს აკეთებ, ეს მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდება და შედეგად ადამიანი დარჩება ფრუსტრირებული. და ეს არის მდგომარეობა, რომელიც სტაგნაციას და პიროვნული ზრდის გამომხატველი არ არის ამ თვალსაზრისით. ასე რომ აი მარტივი რამ არის თითქოს და მაგრამ კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის როგორც ესეთი ადამიანის ცხოვრებაში და კონტაქტს შეიძლება მოსდევდეს ასიმილაცია მნიშვნელოვანი შინაარსების და ეს ასიმილაცია იწვევდეს ადამიანის პიროვნულ ზრდას და ესეც არის ჩვენ ხედავთ ხოლმე ადამიანები როგორ იცვლებიან უკეთესობისკენ. ყველა დიდი ადამიანი აი ასეთ გზას გადის პიროვნული ზრდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზა არის, რომელიც თვითონმა ადამიანმა და თვითონმა სტუდენტმაც უნდა გაიაროთ აი ამ პიროვნული ზრდის თვალსაზრისით. ძალიან საინტერესოდ აქვს გაგებული ამ თვალსაზრისით გეშტალტ თერაპიას ისეთი ფილოსოფიური კატეგორიები, რომელსაც ახლა მოკლედ მე შევეხები. ეს არის დრო და სივრცე. აი ჩვენ ადამიანები ვართ და გეშტალტ თერაპია აი საინტერესო კონცეფციას გვაწოდებს. რა არის დრო? ჩვეულებრივ დროს ესე უყურებს ადამიანი, რომ არის წარსული, არის აწყვო, არის მომავალი. გეშტალტ თერაპია ძალიან ორიგინალურ და საინტერესო თეზის გვაწოდებს, რომლის მიხედვითაც ადამიანი მუდმივად აწყვოში იმყოფება. ჩვენ არასოდეს არა ვართ წარსულში და არასოდეს არა ვართ მომავალში. ჩვენ მუდმივად აწყვოში ვართ. მაგრამ მე რომ ვამბობ, რომ არა ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ შეიძლება დარჩეს წარსულში. მაგალითად, ადამიანი, რომელიც დარდობს, რატომ მოხდა ეს, არის დარჩენილი წარსულში. იმ წარსულს ვერ შეცვლი, რაც მოხდა, მოხდა. მასზე ტირილიც სრულიად ნევროტულია და არაფრის მომცემია.
ასევე რაც არ მომხდარა მასზე დარდი არასწორია, იმიტომ რომ საყრდენი ადამიანის არის აწყო და თუ კი აწყოში ადამიანი მოქმედებს მაქსიმალურად ეფექტურად ის ყველაზე კარგი მომავლის შემქმნელი არის. ანუ ჩვენი რესურსი და ძალა აწყოში ყოფნა არის და ამ თვალსაზრისით ახლა თუ ვიტყვით რომ აქტუალიზირებული ადამიანი ყველაზე კარგად ახერხებს აწყოში არსებობას და არა გადავარნას. ნევროტული ადამიანი მუდმივად ან წარსულში არის ჩარჩენილი, ან მომავალზე არის ორიენტირებული, როგორც კომუნიზმზე იყო ორიენტირებული, მაგალითად ჩვენი საზოგადოება და სულ იყო ლაპარაკი, რომ როდის ავაშენებთ კომუნიზმს და დაინგრა ეს ქვეყანა. იმიტომ რომ აწყოში ვერ ახერხებდა ეს სისტემა არსებობას. და ადამიანი, რომელიც აწყოში არსებობს, ამ თვალსაზრისით, აი ამ საყრდენს იპოვის და ერთი მნიშვნელოვანი რამ აწყოსთან მიმართებაში. თუ ცვლილება გვინდა ჩვენ შევიტანოთ, მხოლოდ აწყოში არის შესაძლებელი ცვლილების შეტანა. აი დაუფიქრდით აი ამ გენიალურ თეზისს. ცვლილებას წარსულში ვერ შეიტანო. ცვლილებას მომავალში ვერ შეიტანო. ცვლილებაში თუ გინდა, ეხლა უნდა შეცვალო რამე აწყოში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის გასაცნობიერებლად ადამიანისთვის. ადამიანი, რომელიც მუდმივად აწყოში ცვლილებებს ახდენს, ის განიცდის პიროვნულ ზრდას. და საპირისპირო მდგომარეობა ნევროტულობის თვალსაზრისით ადამიანი მიჯაჭვული წარსულს და მომავალს განწირულია დაკარგოს აწყო. რადგან ადამიანი მხოლოდ რამე ერთთან შეიძლება იყოს და თუ დაკარგი აწყო ცვლილებებს ვერ შეიტან გარემოში. ამიტომ გეშტალტ თერაპევტი მუდმივად აკვირდება და ცდილობს რომ ადამიანი გააქტიუროს აწყოში. აწყოში იმ კონტაქტებით, რომელიც მის ბაზისურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს და ამ მიმართულებით გადაადგმევინოს ნაბიჯი იმ ტექნიკით, რომელზედაც მოგვიანებით ვიტყვი, რა ტექნიკა აქვს ასევე ორიგინალურად მოფიქრებული გეშტალტ თერაპიას. რაც შეეხება სივრცე დროზე, აი ახლა ვთქვი და რაც შეეხება სივრცეც საინტერესოდ აქვს დანახული გეშტალტ თერაპიას. სივრცის მიხედვით სამყარო სამ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი. ეს არის სამყარო, რომელიც ჩვენს სხეულს წარმოადგენს და ფიგურალურად შეიძლება ვთქვათ, ეს არის კანქვეშ არსებული სხეული და რეალობა. და გეშტალტ თერაპევტი აქცევს ამას ყურადღებას, როგორ კონტაქტშია ადამიანი საკუთარ სხეულთან, როგორც ესეთი. აქტუალიზირებული ადამიანი კარგად განიცდის საკუთარ სხეულს. ნევროტული ადამიანს დაკარგული აქვს სხეული და მასთან კონტაქტი. თითქოს მისი არ არის ეს. და ის იმპულსები, რომელიც სხეულში არსებობს და რაღაცას ამბობს, იმიტომ რომ სხეული ყოველთვის ამბობს რაღაცას, დისკომფორტზე და კომფორტზე. რაღაც რაც მას აწუხებს და ხშირად ესეც ამბობენ ხოლმე ექიმები და თერაპევტები, რომ რაღაცა რომ მოდის იმპულსი შიგნიდან და ამას რომ ვერ ხედავს ადამიანი ან არ აქცევს ყურადღებას, მერე შეიძლება იქცეს ავადმყოფობად ან ნევროზად. და პირიქით ამისი გაცნობიერება და გამოხატვა და ყურადღების მიქცევა და პასუხის გაცემა არის ყველაზე ოპტიმალური, რაც ადამიანმა ამ ზონასთან, ამ სივრცის ნაწილთან შეიძლება დაამყაროს და შემთხვევით არ არის, რომ ავარჯიშებენ თავიანთ სხეულს, თქვა და ისეთი სისტემები, რომლებიც აქცევენ ყურადღებას საკუთარ თავს. რატომ? იმიტომ რომ თუ სხეული ჩვენი ნაწილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ის ჩვენი აქტუალიზირების ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბაზაა. და თქვენ იცით, ვარჯიშები აღმოსავლურ თუ დასავლურ კულტურაში, რომლებიც მოწოდებულია, რომ გააძლიეროს სხეული და გააძლიეროს თავი ამ თვალსაზრისით. მაგრამ ეს რაც შეეხება სხეულს, მეორე ზონა სივრცის, ეს არის
ფიგურალურად შეიძლება ესე დავახასიათო. კანს გარეთ არის ყველაფერი, რაც ჩემში არ არის და სხვადგან იცდება. ვარსკვლავებამდე და ამაში შედის ადამიანები, სოციუმი, მეგობარი, დედა, მამა და ასე შემდეგ. რამდენად კონტაქტში არის აქტუალიზირებული ადამიანი აი ამ სივრცის ზონასთან ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის აქტუალიზირებას და მის მოთხოვნილებების ცირეს თუ დიდის დაკმაყოფილებას. რამდენად ხედავს ამ სივრცეს, რომელიც მის გარეშე არსებობს და რამდენად კონტაქტში არის. თუ ხედავს, შეიძლება კონტაქტში შეხვიდე მასთან და ეს კონტაქტები მოგცემს ასიმილირების და პიროვნული ზრდის საშუალებას და ნევროტული ადამიანი ვერ ხედავს აი ამ სივრცეს. გარეშე სივრცეს, რასაც უწოდებთ. და მესამე საინტერესო დეფინიცია აქვს და მესამე ზონას. მესამე ზონას გეშტალთერაპიაში უწოდებენ ფანტაზიის ზონას. და ადამიანი ხშირად ფანტაზიასთანაც არის კავშირში. არც მის სხეულში მიმდინარე რამეა, არც საზოგადოებაში და სიტუაციაში გარეთ რაც არის, არამედ ფანტაზიაში. და აი აქ ფანტაზიასთან მიმართებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონია გეშტალთერაპიის მიხედვით. მე ვიტყვი ახლა ორ საპირისპირო თეზის, რომელიც პლუსზე ლაპარაკობს ამ ფანტაზიის ზონის გამოყენებაზე და მინუსზე. და გეშტალთერაპიაში პლუსზე იმდენი არ არის ხოლმე ლაპარაკი, რამდენადაც მინუსზე. აი, რაც შეეხება იმ ორ ზონასთან, სულ პლუსებზეა ლაპარაკი, რომ თუ ხარ აქტუალიზირებული, უნდა გრძნობდე შენს სხეულს. უნდა გრძნობდე სიტუაციას და აღიქვავდე და იყო კონტაქტი მასთან. ეს კარგია. ეს გაძლევს სტიმულს მოქმედებისა და ცვლილებებისა უკეთესობისკენ. მაგრამ ფანტაზიასთან რეალობა, ფანტაზიის რეალობასთან კავშირი ხშირად აი ესე ამბობენ, რომ ნევროტული ადამიანი ცხოვრობს ისე, რომ დაკარგული აქვს სხეული, ანუ შიგა სივრცე და გარემო. და ამის მაგივრად ფანტაზიის რეალობასთან არის კავშირში. ეს მართლაც ესეა. ხშირად თუ ამის საფუძველზე, ამის მაგივრად ადამიანი კავშირში არის ფანტაზიის რეალობასთან, მაშინ ესეთ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს. აი მარტივი მაგალითი, წყუროდეს და კი არ განიცადოს ეს, როგორც მოტივი აქტივობის, კი არ მონახოს წყალი, არამედ ფანტაზიაში დალიოს წყალი. რა მოუვა ეს ადამიანს? მისი წყურვილი არ გაქრება. ფანტაზიაში რომ გმირობა ჩაიდინოს. ასე არაფერი არ შეიძლება. ფანტაზიაში რომ შეიყვაროს. ასევე არაფერი არ მოემატება. ასე რომ ფანტაზიის რეალობასთან კავშირი აი ესეთი სახიფათოა და ხშირად ნევროტული ადამიანი სულ ფანტაზიებშია. აი ეს უარყოფითი მნიშვნელობა კონტაქტისა არა რეალურ გარემოსთან, რომელიც შიგნით და გარემოთ არის, არამედ წარმოსახულ რეალობასთან. ნუ ახლა თუ ავიღებთ ესეთი ფსიქოზების შემთხვევებს, ადამიანების, რომლებიც ასეთ ფსიქოზების ფსიქოტურ მდგომარეობაში არიან, ისინი რა თქმა უნდა სრულად გაუცხოებული არიან საკუთარ თავთან და რეალობასთან და მხოლოდ ფანტაზიაში არსებობენ და მათი უბედურებაც ეს არის, მაგრამ არა მარტო მათ ახასიათებთ ეს. ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანებსაც მოძდით ხოლმე ასეთი რამ და მაშინ სჭირდებათ მათ აი ესეთი გეშტალთერაპია და დაბრუნება, რომ მიწაზე იდგენ, ისინი გრძნობდნენ თავიანთ თავს, თავიანთ სხეულს და იმ გარემოს, რომელშიაც კონტაქტში არიან. მაგრამ ფანტაზიის რეალობას აქვს პოზიტიური კონოტაციაც და დატვირთვაც და აი ამაზე ახლა აი ასე მინდა შეგახედოთ, რომ შემოქმედება მაგალითად ფანტაზიის ნაყოფია. შექსპირი, რუსთაველი, დიდი მწერლები რას აკეთებენ? მოიგონებენ ახალ რეალობას. და თქვათ მხატვრები, ვან გოგი, ფიროსმანი ფანტაზიის რეალობიდან შემომტანი არიან ახალი ხედვის. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება
ნევროტული ადამიანისგან. ისინი ამ დროს არ კარგავენ საკუთარ შინაგან სხეულს და შეგრძნებებს და გარე რეალობას. არამედ ამაზე დაყრდნობით ფანტაზიის რეალობასთან, წარმოსახულ რეალობასთანაც არიან პლუს კავშირში. და ეს ეხმარება მათ, რომ მოიტანონ ახალი რეალობა ჩვენ რეალობაში და მართლაც და შემოქმედებით ასეთი ახალი რეალობები არის მოტანილი, რაც ჩვენ გვაქვს. მაგალითად დიმიტრი უზნაძის მიერ შექმნილი ახალი განწყობის თეორია, რომელიც მანამდე არ იყო და ეხლა მან დაინახა, მოიტანა ან დიდი შემოქმედები ამ თვალსაზრისით, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან. მიქელანჯელო და თქვათ ისეთი ადამიანები, რომლებიც დღესაც არიან ჩვენს გარშემო, რომლებიც ქმნიან სწორედ აი ფანტაზიის რეალობიდან პოულობენ მასალას, რომლითაც ცვლიან ნამდვილ რეალობას, იმიტომ რომ ეს რეალობა მერე იქცევა მართლა ჩვენი კულტურის ნაწილად და რეალურად ცვლის ჩვენს თავს და ჩვენ კულტურას ამ თვალსაზრისით. ეხლა ერთ რამეზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. გეშტალტ თერაპიას მოცემული აქვს ასევე ძალიან საინტერესოდ თუ როგორ ვითარდება ადამიანი, როგორ შეიძლება პიროვნული ზრდის თვალსაზრისით წინ წავიდეს ადამიანი და მოცემული აქვს განვითარების დონეები. და ეს განვითარების დონეები ბიოლოგიურ ასაკს არ ეხება. ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება იყოს აი ამ დონეებზე. ეხლა როგორ წარმოუდგენია და როგორ მოგცა გეშტალტ თერაპიამ ადამიანის დონეები. პირველი ყველაზე უფრო დაბალი დონე არის, რომელსაც უწოდებს ის კლიშეს დონეს. ანუ კლიშე ქართულად ითარგმნება როგორც დამღა, მაგრამ ეს არის გამეორება. პატარა ბავშვი უყურებს დედას, მამას, ავტორიტეტებს და იმეორებს მათ ქცევას. აი ეს არის გამეორება, რომელიც მას აძლევს საშუალებას, რომ რაღაც მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. მაგრამ ეს უდაბლესი დონე არის. უფრო მაღალი არის როლების თამაშის დონე. ბავშვი ან ზრდასრულიც უკვე გამეორების და აი ესეთი იმიტაციის გარდა ხშირად თამაშობს როლს. მაგალითად, კარგი ბავშვის როლი. ასევე შეიძლება დის როლი, ძმის როლი, მეგობრის როლი და როლური თამაშებით ცდილობს, რომ თავისი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. მაგრამ ესეც დაბალი დონე არის პიროვნული განვითარების. რატომ? იმიტომ რომ აი ამ დონეზე აი ის აუტენტობა და დამოუკიდებლობა და თავისთავადობა ჯერ კიდევ არ არის გამოხატული. ის იმიტაციას ახდენს და ამსგავსებს თავის ქცევას, სხვისას და ამითი ცდილობს, რომ მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს და მოერიოს რაიმე სიტუაციას და მოახერხოს რაიმეს დაკმაყოფილება. აი, როლების თამაშის შემდგომი დონე არის დონე, რომელიც გეშტალტ თერაპიაში მოხსენებულია საინტერესოდ ძალიან ჩიხად. ჩიხის დონე. და რას ნიშნავს ჩიხის დონე? ესე იგი, როლებს თამაშობს, იმეორებს სხვების საქციელს, მაგრამ მაინც ვერ აღწევს თავის მიზანს. რა უნდა გააკეთოს აი ესეთ მდგომარეობაში ადამიანმა? ძალიან რთული ვითარებაა. აი ამ ვითარებას ხატოვნად წარმოგიდგენთ ესეთი მეტაფორით. ჩავარდა ბარონ მიუნჰაუზენი გამოვალ სიტუაციაში, ჭაობში თავის ცხენიანად და ის ყვება, რომ ამ დროს მან ჩაივლო ქეჩოში ხელი და მოკაჩა რაც ძალი და ღონე ქონდა და ამოათრია თავისი თავი ჭაობიდან ცხენიანად და დასვა მდელოზე. ფიზიკურად ეს შეუძლებელია. მაგრამ
ფსიქოლოგიურად მხოლოდ ადამიანმა თავის გაცნობიერებით და არა გარეშე კარნახით შეიძლება თავი დაიძვრინოს უმძიმესი ჩიხიდან, რომელშიც ის მოხვდა ცხოვრებისეულად. და აი ამაში ბარონ მიუნჰაუზენი მართალია. ანუ პატარა გოგონას, როდესაც ასწავლიან როგორი იყოს, და აი აქ თქვენ გოგონებიც ხართ, ხშირად უმეორებენ, ესეთი იყავი, წესიერად, ესე მოიქეცი, მაგრამ ესეთი ინსტრუქტაჟით სრულყოფილი ადამიანი ვერ გახდება. გარეშე ხმის გაგონებით და გამეორებით ადამიანი ვერ გახდება თავის თავი, ვერ გახდება თავისუფალი, ვერ გახდება აუტენტური. მან თავი რაღაც ასაკში უნდა თქვას, რომ მე ვარ პასუხისმგებელი ჩემ თავზე და ჩემ ქცევაზე და არა მაგალითად დედა. ხშირად დედა ათხოვებს ქალიშვილს. მერე ეს ქალიშვილი აღმოჩნდება, რომ განსხვავებული გემოვნებისაა დედისგან და ინგრევა ოჯახი და აბრალებს მერე დედას. შენი ბრალია. მართალიც არის შეიძლება, მაგრამ თავისი ბრალიც არის, რადგან მან თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაინახოს ვინ არის სხვა ადამიანი, ვინ არის თვითონ, რითი გავს დედას, რა არის მისი ფასეულობები, რა უნდა ამ ცხოვრებაში და ამ პასუხისმგებლობის აღებით გადადგას ნაბიჯში. რთული რამ არის. აი ეს არის ჩიხში მოხვედრა. როდესაც მაგრამ აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი. როდესაც ადამიანი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას და ადამიანი ასეთი პასუხისმგებლობის მქონე არსება არის, რომელსაც აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქვს, რომ პასუხისმგებლობას განიცდის თუ არა ის თავის ცხოვრებაში. და გეშტალტ თერაპევტი სწორედ ხშირად აი ამ პასუხისმგებლობისკენ უბიძგებს მას, რომ მან აიღოს უპასუხისმგებლოდ დამოუკიდებლად არ მოიქცეს, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა გამოხატული იყოს სწორედ ამაში, რომ ის ამბობს, რომ მე ვარ ამ ყველაფრის დამნახავიც და შემცვლელიც. და აი ჩიხის დონეზე როგორ ახერხებს ადამიანი პასუხი გასცეს უმნიშვნელოვანეს თავის გამოწვევებს და არა იმიტაციით, არა გამეორებით ქცევების შესრულებას, იბადება ნამდვილი ადამიანი, აუტენტური ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია საკუთარ თავზე და რომელსაც შეუძლია გადაჭრას მნიშვნელოვანი პრობლემები თავისთვისაც და სხვებისთვისაც. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო ეგოისტურად თავისთვის კი არა, შეიძლება პასუხისმგებლობის აღებით გადაჭრას საზოგადოებისთვის, ჯგუფისთვის, მეგობრებისთვის მნიშვნელოვანი ამოცანები ცხოვრებაში. და აი ეს ჩიხის დონეზე პირველად იბადება აუტენტობა, განუმეორებლობა. ყველა ის გენიოსი, რომელმაც რამე მიაღწია სამყაროში, აი ამ განუმეორებელ რამეს ქმნის, რაც არ გაუკეთებია მანამდე არავის. არავის არ დაუწერია ესე, არავის არ დაუხატია ამგვარად, არავის არ აღუქვია ესეთი, არავის არ უთქვია ლექსი ასეთად. ანუ უნდა იყო აუტენტური, რომ მოახერხო თავის რეალიზაცია ამ თვალზე. ამიტომ აი ამ ჩიხის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია თერაპიაში. ადამიანი უნდა მოხვდეს ერთის მხრივ ჩიხში და მან ამ ჩიხში უნდა იპოვოს თავის თავი და გამოსავალი და სხვანაირად კიდე ამ სტადიას ესე უწოდებენ, რომ სიკვდილის და სიკვდილს აი ესეთი მნიშვნელობა აქვს, რომ კდება აი ის, ვინც მანამდე იყო როლების მოთამაშე, გამეორებული ქცევების გამხორციელებელი და იბადება ახალი რაღაც, რომელსაც თავისი განუმეორებელი ხედვა აქვს, რომლითაც ჩვენ მოგწონს ერთმანეთი პიროვნებები და ვაქებთ, რომ აი ესეთი ხარ, ყოჩახ, რომ აი ესე დაინახე და ფაქტიურად კულტურა აი ამ ჩიხიდან გამოსულ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან თავიანთ თავს და კულტურას და სამყაროს, აი ამას აფასებს. და ასე მნიშვნელოვანია აი ეს სტადია. და
ერთი რამე კიდე მინდა ვთქვა. ანუ აი ეს განვითარება ეხლა რაზეც ვილაპარაკე და ტექნიკაც ძალიან ორიგინალური აქვს, რომელზედაც ბოლოში მინდა ვთქვა გეშტალტ თერაპიას. რა ტექნიკა აქვს ახლა? აი მე ბევრი ვილაპარაკე აწყოს მნიშვნელობაზე და გეშტალტ თერაპია მუდმივად მიმდინარეობს აწყოში და სპეციფიური ტექნიკაც მოიფიქრა გეშტალტ თერაპევტმა ესეთი, რომ ორი სკამის მეთოდი. ორ სკამი არის პირისპირ ერთმანეთთან დადგმული და ადამიანი ხან ერთზე არის, ხან მეორეზე არის და ლაპარაკობს მისი ორი პოზიციით, რომელიც ერთმანეთთან კონფლიქტში არის. მაგალითად, ხშირად აი ესეთი ორი დაპირისპირებული ხმა არის ადამიანში. ერთი ეუნება, რომ გაჩერდი, სისულელეა, არ გააკეთო, შენ უმწეო ხარ, შენ ცუდი ხარ, შენ არაფერი არ გამოგივა, ეს ერთი. და მეორე, რომელიც ეუნება, აბაჩქარა, შენ ეს ეხლა უნდა გააკეთო, არ გადადო, შენ ეს გინდა, შენ ეს აუცილებლად გჭირდება და აი ეს ორი საპირისპირო რამ არის ერთ ადამიანში. სხვანაირად, როგორც განწყობის თეორიის წარმომადგენელი, მე ამას ესეთი ჩემეული შეხედულებაც მიუსადაგე განწყობის თეორიიდან გამომდინარე. დისპოზიციური ურთიერთსაპირისპირო ძალთა ბრძოლა და ამ ბრძოლის კომპოზიცია არის დასანახი თერაპიის დროს. რა ძალები იბრძვის მასში? და გეშტალტ თერაპევტი, აი ამ განწყობის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, უყურებს ადამიანს და უყურებს, რომ რა ძალები იბრძვის მასში. ხშირად ეს ადამიანი აცნობიერებს ამ ძალებს, ხშირად შეიძლება არც ესმის აი ამ ხმების და რომელიმე მათგანს მიყვება. ჩვეულებრივ, ცუდი არის ორივე უკიდურესობა. იდეალური არის, როდესაც ადამიანი დირიჟორობს საკუთარ აი ამ დისპოზიციურ ძალებს და რაღაც ისეთ კომპრომისულს აკეთებს, რომელშიც გათვალისწინებული არის ერთიც და მეორეც. და ეს არის ბრძნული გადაწყვეტილებები ხოლმე, მაგრამ ადამიანს ხშირად უჭირს ასეთი თავის დირიჟორობა და გეშტალტ თერაპევტი მაშინ დასვამს აი ამ ორ სკამზე, ერთსაც ათქმევინებს მეორეს და მიდის ეს დიალოგი და საბოლოო ჯამში მიიყვანს იმ სწორ პოზიციამდე, რომელიც ითვალისწინებს ერთსაც და მეორესაც. და ასეთი ნაბიჯები მას წაადგება ცხოვრებაში და ჩვეულებრივ მიჰყავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე. ასე რომ აი ამ გამთლიანება და გეშტალტ თერაპია, როგორც თავიდანვე ვთქვი, ეს არის რაღაც ახალი გეშტალტის მთლიანობის მოძებნა. ამაში გეშტალტ თერაპევტი ხშირად აი ასე ეხმარება ადამიანს, რომ მისი განსხვავებული პოზიციებიდან დაანახოს ის პოზიცია, რომელიც მისეულია. ასე რომ ჩვენი ცხოვრება შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი თავისქმნაც არის და ახალი გეშტალტების შექმნაც, რომელიც შემდგომ მოდის ამ ცხოვრებაში და არა მარტო ჩვენი გამოხატულება, არამედ მე იქცევა გარკვეული თუ ეს დიდი გეშტალტების შექმნა არის, მაშინ კულტურის მემკვიდრეობათაც იქნება. აი ამის თქმა მოკლედ მინდოდა დღეს თქვენთვის და მოხარული ვარ თუ კი აი ეს მიმართულება, რომელსაც გეშტალტ თერაპია ჰქვია, თქვენთვის საინტერესო გავხადე. თქვენ მეოთხე კურსზე გექნებათ სრული კურსი გეშტალტ თერაპიაში და შემდგომ შეიძლება შეაბიჯოთ ევროპულ გეშტალტ თერაპიულ ოჯახში, რომელშიაც ახლა მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი არის საქართველოში ასეთი. მომავალ შეხვედრამდე.